დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ დილის პალიტრას და გადავინაცვლოთ ჩვენი გადაცემის ძალიან საინტერესო ნაწილზე, რომელიც მე პირადად განსაკუთრებით და გამორჩეულად მიყვარს, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო სტუმრებს მასპინძლობთ ხოლმე. დღეს ეს ჩვენი პირველი თემა ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ამავდროულად საჭიროც არის. დღეს 21 მაისს ექსპო ჯორჯიაში დასაქმების მასშტაბური ფესტივალი და დასაქმების ბრენდების გამოფენა გაიმართება. თემაზე ანა ნავდარაშვილი, HR Hub-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისაუბრებს. დილამშვიდობის ანა, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. მოკლედ ეს მტკივნეული თემაა საქართველოში დასაქმება და ბოლო მონაცემებზე თქვენ ალბათ უკეთ ისაუბრებთ. ერთის მხრივ ადამიანები წუხან რომ ვერ პოულობენ სამსახურს, მეორე მხრივ დამსაქმებლები წუხან რომ საჭირო კადრს ვერ პოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გასაუბრებებს ატარებენ. აი რა იქნება დღეს, რა მოლოდინები გაქვთ და შინაარსი რომ მოგვიყვათ ზოგადად ამ ფესტივალის. მადლობა მოწვევისთვის. მოიხსენებათ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მზარდია ქვეყანაში. ახლახანს გამოქვეყნდა საქსტატის მონაცემები, რომ პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე გაზრდილია 0.7%-ით და საერთო ჯამში შეადგენს 14.7%-ს. ამის საპასუხოდ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ სეზონზეც ჩავატაროთ დასაქმების ფესტივალი. დღეს 5 საათზე ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართება დასაქმების ფესტივალი. ფესტივალის მიზანია დავაკავშიროთ სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებთან და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. დღეს ფესტივალზე მოსულ მსურველებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ მოვიდეს და დახვდებათ ადგილზე 20-ზე მეტი ორგანიზაცია სხვადასხვა სექტორიდან აქტიური ვაკანსიებით. მათ შეუძლიათ რომ მოვიდნენ, შეხვდნენ. წინასწარ თქვათ რეგისტრაცია საჭირო არ არის, ხომ? რეგისტრაცია საჭირო არ არის. შეუძლიათ პირდაპირ დიახ მოვიდნენ, გაესაუბრონ დამსაქმებლებს და წარმოაჩინონ საკუთარი თავი. გაეცნონ, იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური და გარდა სპიკერების გამოსვლისა ჩვენ გვექნება სცენაზე 8 სპიკერის გამოსვლა. აქ სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები ისაუბრებენ კარიერულ გზაზე, როგორ დავგეგმოთ კარიერა, როგორ დავისახოთ მიზნები, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გააზიარებენ გამოცდილებას, რჩევებს მისცემენ კანდიდატებს, რაც ძალიან სასარგებლო შესაძლებლობა ნამდვილად ყველასთვის. ანა, როგორც ჩვენ ეთერს გარეთ ვისაუბრეთ, პირველად არ ტარდება ხო ეს ფესტივალი და გაქვთ წინა წლების გამოცდილებაც. აი ამ გამოცდილებით რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი იყო შედეგები, რამდენად დასაქმდნენ რეალურად ეს ადამიანები და რამდენად წარმატებული იყო მათი აი ეს რაღაცა კოორდინაცია. დიახ, რეალური ვაკანსიები იქნება წარმოდგენილი და ყოველთვის ასეა და ძალიან მიხარია რომ ამით ჩვენ მოქალაქეებს ხელს ვუწყობთ რომ პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს და წარმოაჩინონ საკუთარი თავი. შედეგებით ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ ახლა ამ პერიოდში როგორც აღვნიშნეთ მზარდია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა არა მარტო დაბალ კვალიფიკაციის მქონე ადამიანების, არამედ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების. ჩვენ ვიცით რომ მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც შეწყვიტეს მუშაობა, იქ მუშაობდნენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ასევე ვიცით რომ საჯარო სექტორიდან გვაქვს ფაქტები, რომ შეიცვალეს დატოვეს სამსახური საჯარო სექტორის თანამშრომლებმა. აქედან გამომდინარე, ისინი შეუერთდნენ სამუშაოს მაძიებელთა საერთო რაოდენობას. აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია რომ ეს შესაძლებლობა მიეცათ მათ. დღეს ველოდებით ყველას. მე რამდენად ტარდება აღნიშნული ფესტივალი და რამდენად იზრდება ინტერესი წლიდან წლამდე? წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობაა რომ პირისპირ გაიცნონ დამსაქმებლები კანდიდატებმა. შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ შესაბამისად როგორც იცვლება გარემო პირობები და იზრდება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობაც, ჩვენც ხშირად ვატარებთ ყოველ სეზონზე ერთ დასაქმების ფესტივალს. მაინც ვთავაზობთ კანდიდატებს. თქვენ ახსენეთ, რომ გამოსვლებიც იქნება, ხომ, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე. აი თემები რა იქნება ამ გამოსვლების, იმიტომ რომ ძალიან სტიმულის მომცემი არის ხოლმე, როდესაც უკვე წარმატებული ადამიანები გამოდიან და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. სცენაზე გამოვლენ სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები, ასევე სცენიდან ერთ-ერთი სპიკერი ისაუბრებს ხელოვნურ ინტელექტზე, რამდენად შემოიჭრა ეს ჩვენს ცხოვრებაში.
და რა პროფესიები იქნება მომავალში ყველაზე მოთხოვნადი, რაც უკავშირდება AI-ს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რჩევებს გაგვიზიარებს, რაზე გავაკეთოთ აქცენტი, რა უნარები და ცოდნა შევიძინოთ სამომავლოდ, რომ მოთხოვნადი ვიყოთ შრომით ბაზარზე, ასევე სხვა ორგანიზაციების მარკეტინგის სპეციალისტებიც გვეყოლება, მენეჯერები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას და ცოდნას გაგვიზიარებენ და რჩევებს მოგცემენ. ეს კომპანიები, რომლებიც წარადგენენ ვაკანსიებს, იქვე იქნებიან ეს HR-ები, წარმოდგენილები და იქვე მოხდება, თქვათ, ეს გასაუბრება და კომუნიკაცია მომავალ დასაქმებულებთან თუ აი ეს პროცესი როგორ ხდება, რომ მოგვიყვეთ. დიახ, დღეს 5 საათზე დაიწყება დასაქმების ფესტივალი. ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში იქნება განლაგებული 20-და მეტი ორგანიზაცია. თითოეულს ექნება თავისი კუთხე, თავისი სტენდი, მოწყობილი და ამ სტენდში უმასპინძლებენ კანდიდატებს და პირდაპირ მოვლენ კანდიდატები, მივლენ მაგალითად მისთვის საინტერესო ორგანიზაციასთან და დაიწყება გასაუბრება. თქვათ, როდესაც ადამიანი მოვა, თქვათ, როგორ უნდა მიაგნოს თავისი ინტერესის სფეროს. წარმოდგენილი იქნება კომპანიები თავისი ბრენდებით, დაბრენდილი სტენდებით და ყველას შეუძლია იცნოს მისთვის სასურველი კომპანია, მივიდეს და გაიგოს რა კონკრეტული მისთვის საინტერესო პოზიციაა. ანა, თქვენ ახსენეთ საუბარში მომავლის პროფესიები და პროფესიები, რომლებიც ალბათ ახლა უკვე აქტუალურია და შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რომელ პროფესიებზე არის მოთხოვნა ახლა უმეტესწილად და რომელ ვაკანსიას ეძებენ, თქვათ, უფრო ადამიანები? მიმდინარე ყველაზე მოთხოვნად სექტორებს გეტყვით, ეს არის სტუმართმასპინძლობის სფეროს და სამედიცინო სექტორი, ასევე ძალიან მოთხოვნადია რიტეილ სექტორში სამუშაო ადგილები ძალიან ბევრია, იქიდან გამომდინარე, რომ გადინებაც ძალიან მაღალია ამ პოზიციებზე, წინა ხაზის პოზიციებს რაც შეეხება, თუმცა წეღა როგორც ვახსენეთ, მაღალ კვალიფიციურ კანდიდატებზეც მოთხოვნა იზრდება. რაც შეეხება მომავლის პროფესიებს, მე ვიტყოდი, რომ ეს პროფესიები უკავშირდება ისევ და ისევ AI-ის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ძალიან შემოიჭრა ყოველდღიურობაშიც კი. ყოველდღიურობაში, მათ შორის მენეჯერების ცხოვრებაში და ასევე საშუალო და ქვედარგოლის თანამშრომლობის ცხოვრებაში ძალიან შემოიჭრა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები თანდათან კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ასევე ანალიტიკური აზროვნება და ანალიტიკური აზროვნების უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე კანდიდატებს, რომ მუდმივად ეძებონ განვითარების და ახალი ცოდნის უნარების მიღების შესაძლებლობები. აი ზუსტად ერთ-ერთი სპიკერიც დღესაც გვეყოლება, ერთ-ერთი კომპანიის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, არამედ თანამშრომლების და მათთვის ახალი ცოდნის, ახალი უნარების, ახალი კომპეტენციების განვითარება, ასევე სამუშაოს მაძიებლებისთვის, იმიტომ რომ ისინი მუდმივად მოთხოვნადი იყვნენ სამუშაო ბაზარზე. ანა, ფესტივალის შემდეგ რამდენად ინტერესდებით ხოლმე, ვთქვათ, როგორ გაგრძელდა ეს თანამშრომლობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და რამდენად შედგა ზოგადად რეალურად მათი პარტნიორობა? კი, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ გავეცნოთ ამ წარმატებულ кейსებს, დამსაქმებლებიც გვიზიარებენ ამ ინფორმაციას. არის შემთხვევა, როდესაც შედარებით დროში, მეტი დრო სჭირდება დამსაქმებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ არის გარკვეული პოზიციები, რაზეც მალევე შეუძლიათ უთხრან პასუხი კანდიდატებს. საინტერესოა დამსაქმებლები რამდენად ინტერესდებიან ხოლმე აღნიშნული ფესტივალით და თუ მოყვებიან ხოლმე ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაზე, იმიტომ რომ მათი მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ხოლმე ამ ყველაფერში. დამსაქმებლების წინაშე დგას ძალიან დიდი ამოცანა, რომ მოაწონონ მაქსიმალურად თავი მიზნობრივ კანდიდატებს. ხო, ხრივია უკვე მეგონი ეს ერთობები. იმიტომ რომ ადრე პირიქით იყო, როდესაც ბევრი იყო, თქვათ, მიწოდება კანდიდატების და დამსაქმებლებიც, ასე ვთქვათ, ნაკლებ რესურსს დებდნენ იმაში, რომ ცნობილი ყოფილიყვნენ როგორც დამსაქმებელი, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. შესაბამისად, უფრო მეტი ძალისხმევა უწევს დამსაქმებლებს, რომ გააცნონ საკუთარი თავი, კარგად წარმოაჩინონ და დაამახსოვრონ მიზნობრივ კანდიდატებს, რადგან მათ აირჩიონ ზუსტად ეს კონკრეტული დამსაქმებელი. ამიტომ რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია,
პირისპირი კომუნიკაცია მომავალ თანამშრომლებთან და კანდიდატებთან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის დიდი სიხარულით გვერდთებიან. მენიერია ნამდვილად და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს სად, როდის, რომელ საათზე არის შესაძლებელი რომ ესტუმრონ დასაქმების ფესტივალს. დღეს ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში 5 საათზე დაიწყება დასაქმების ფესტივალი და გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში. ყველა დაინტერესებულ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს და ჩვენ ველოდებით ყველას სიამოვნებით. უღრმესი მადლობა, ნამდვილად არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა თუ სამსახურს ეძებთ, ან უბრალოდ მოგბეზრდათ თქვენი სამსახური და რაღაც ახლის ძიებაში ხართ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ დღეს ექსპო ჯორჯიაში. 17 საათიდან 19 საათზე და 30 წუთამდე გაიმართება სამსახურების მაძიებლების შეკრება და ნამდვილად არაჩვეულებრივი წამოწყებაა და დარწმუნებული ვარ თქვენთვის სასურველ ვაკანსიას მიაგნებთ. უღრმესი მადლობა ანა ნავდარაშვილი HR Hub-ის დამფუძნებელი და დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და რასაკვირველია დასაქმების ფესტივალზე ვისაუბრეთ.